გვაქვს შემდეგი ამოცანა. გიორგიმ დათომ და თორნიკემ კალათბურთის თამაშისას სულ 60 ქულა დააგროვეს. გიორგიმ 3-ჯერ მეტი ვიდრე დათომ, ხოლო თორნიკემ 20-ით ნაკლები ვიდრე გიორგიმ და დათომ ერთად. რამდენი ქულა დააგროვა გიორგიმ? არის ჩვენი შეკითხვა. ეს არის განტოლების ამოცანა. პირველ რიგში ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომელი წევრი არის x-ი. ამისათვის მოდი ჩამოვწეროთ ეს სახელები: გიორგი, დათო და თორნიკე. და დააკვირდი პირველივე წინადადებაში, სადაც უფრო ნაკლები მონაცემი გაქვს, ის აღნიშნე x-ით და აქედან ააწყვე დანარჩენი. ესე იგი, დათო x-ი, გიორგი 3-ჯერ მეტი, ანუ 3x. თორნიკე 20-ით ნაკლები ვიდრე გიორგი და დათო ერთად. გიორგი და დათო ერთად რამდენია? 4x და 20-ით ნაკლები, ანუ 4x - 20. ამ ყველაფერს თუ შევკრიბავთ, გამოვა 60 ქულა. ამოხსნათ ახლა ეს ერთუცნობიანი მარტივი განტოლება. 8x - 20 უდრის 60, საიდანაც 8x გამოვა 60 დამატებული 20, ხო? დეტალურად ჩავწეროთ, რომ გავიხსენოთ ტოლობის მეორე მხარეს გადატანის დროს ნიშანი იცვლება. ესე იგი, როგორც ხედავთ, x-ი გამოგვივიდა ჩვენ 10. ვართ ყურადღებით, იმიტომ რომ შეკითხვას ვკითხულობთ, არა? პირდაპირ x არ მოვნიშნავთ, უნდა დავაკვირდეთ, რამდენი ქულა დააგროვა გიორგიმ. გიორგი 3x-ია. შესაბამისად 3-ჯერ 10, 30 იქნება ჩვენი პასუხი.